ვგრძნობ. აი რაღაცა უეცარი ხდება. აი ყველაფერი აი აქ მოდის. ეს მისი სტილი არ კანი. ხომეც მაინტერესებს. დიდი კონფლიქტი თითქოს აი ეს უნდა ყოფილიყო, რაღაცა დაგეგმილი იყო, ჩემთან ავარია მოდის, ან რაღაცა სარტყმა, ან ჩხუბი ან რაღაც მასაც ხედავ. შეიწირა, რაღაცა შეიწირა, რაღაცის გამო ან ვიღაც ან რაღაც. ადამიანს ხედავ დიდი ტრადიციებით, ან რაღაცის თუ ჯერა, აი ძალიან სჯერა და აი ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ აი რაც ჯერა რომ დაიცვას. მაგრამ იმედები გაუცრუეს. მის გარშემო ვის თანაც ჭიქას აჭახუნებდა. ეგ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლოს ამ უბედურებაში ესე გადაიყვანეს. ასევე ვხედავ რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობები, რომ აი მიდის და ციკლზე არის. მაგრამ ამასთან თითქოს ვერ ვაკავშირებ. ეს სხვა თემაა. სასიყვარულო ურთიერთობები სხვა თემა არის. აქ არის იმედგაცრუება, აქ არის რომ ზურგში ჩაარჭეს, იმის მიუხედავად რომ ადამიანი ესეთი კარგი ადამიანია და იმედები გაუცრუეს და ხედავ რომ რაღაცა ძალიან ნეგატიური მოყვა ამ ყველაფერს. ერთი ქალი ჩანს ძალიან ჭკვიანი, რომელიც ამ ყველაფერთან დაკავშირებული არის. ოპა. საწყალი. დავამატებთ რამეს? რაღაცები დგას, ამას დავამატებ. თითქოს ან ხეები, ან თქვა შენობები, ან რაღაცა ხედავ რომ ესე დგას რაღაცები. ამას დავამატებ და მე დავასრულებ. მაინც მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. კარტი გეხმარება მუშაობის პროცესში. როგორ ფიქრობთ, კარტის გარეშე შეძლებდით ხედვას, ანუ ხედავთ კარტის გარეშე? Sometimes in life there are things that don't go your way. დავინახავდი იმას, რომ რაღაცა კონფლიქტური მოხდა. How many times can we fall? დავინახავდი, რომ რაღაცა იმედები გაუცრუეს და ასე შემდეგ, მაგრამ მთლიან ისტორიას აი ესე დეტალურად შეიძლება გამიჭირდებოდა ოდნავ. მაგრამ დაარჩენი თავიდანვე ვიგზენით კარტის გარეშე და შემდეგ ამან დამეხმარა. და კახაბერს პროცესის დროს ქონდა კითხვა. რამოდენიმეჯერ გადმოგივარდათ კარტი და უკან დააბრუნეთ. და მე როგორც ვიცი, მე დიდად არ ვარ გაცნობიერებული ამ საკითხში, მაგრამ როგორც ვიცი, როდესაც კარტი ამოვარდება, ესო ნიშანიაო და რატომ არ მიაქციათ ამას ყურადღება? ზოგი კარტი რომ ამოვიდა და ვიგზენი. მანამდე იყო. კი ვიცი და ზოგი კარტი რომელიც ამოვიდა და ვიგზენი რომ სწორი კარტია, მე ავიღე. და რასაც ვცნობ რომ არ არის სწორი, მე ჩემ თავს ვენდობი უფრო. რაც მეკითხარი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ჩემთვის საინტერესოა დავიწყოთ პირველი მონაწილედან. მანჩი, ვის გადასცემს თქვენს ხვას და რატომ? ძალიან ძნელი გადაწყვეტილებაა ჩემთვის, იმიტომ რომ ორივემ თქვა ისეთი რაღაცა, რასაც ვეთანხმები. რაზე ეთანხმებით? ნათიას ვეთანხმებოდი, რომ მეც ვიღაცა ქალს ვხედავდი, უბრალოდ ვერ ავხსენი რანაირად არის ქალი კავშირში, მაგრამ აი რაღაც ქალი არის მანდ. მაგაზე და მარიამს ასევე ვეთანხმებოდი, აი ესეთ ხასიათზე რო თქვა, აი ეს დავინახე, აი ზუსტად მე რომ მქონდა ამ ადამიანს. მაგრამ თქვენ ხმას ვის აძლევთ? ძნელი არის, მაგრამ ჩემ ხმას ვაძლევ ნათიას. ერის დაცემა იწყება იქ, სადაც თავად ერი ივიწყებს თავის თავს. ეს ადამიანი არის ისეთი პიროვნება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ერის მამაც კი კონვერტში იყო ილია ჭავჭავაძე.